რუსეთს საქართველოს ოკუპირების გეგმა ჰქონდა ნატოს ოყმანმა კი მას საქმე გაუადვილა. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ეხო მოსკოვისთვის მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა. მისივე თქმით, მთავარი გაკვეთილი, რაც აქედან ყველა მისწავლა არის ის, რომ ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით ყოყმანს ან დასახული კურსიდან გადახვევას კარგი არაფერი მოაქვს. აქვე პრეზიდენტმა იმის შესახებაც ისაუბრა, რომ ნატო საქართველოს არჩევანია და ეს არჩევანი ქართულ ხალხს 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ კიდევ უფრო გაუმყარდა. სააკაშვილის თქმით, რუსეთისთვის საქართველოსთვის ურთიერთობის დარეგულირება თბილისში მოსკოვის მიერ გამართული ხელისუფლების მოსვლას ნიშნავს. პრეზიდენტის თქმით, მან იცის, რას გულისხმობენ რუსეთში საქართველოსთან ურთიერთობის დარეგულირებაში. ურთიერთობის დარეგულირებაში იგულისხმება ის, რომ საქართველოს ეყოლება ახალი ხელისუფლება, რომელიც ქვეყნის 20%-ის ოკუპირებას შეეგუება. განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა და დასცინა, რომ რუსი ხალხი ისტორიულად იმპერიალისტია, ხოლო საქართველო, მოლდოვა და ბელორუსია ანტირუსულ კოალიციას არ ქმნიან. პრეზიდენტის თქმით, როცა საქართველოს ბომბავდნენ, რუსეთი თვლიდა, რომ ამით ყველას ურჩი ქვეყნის დასჯის მაგალითს აჩვენებდა, თუმცა ამან უკუ ეფექტი გამოიღო. 2008 წლის შემდეგ რუსეთისგან ყველამ გაქცევა დაიწყო, ამით რუსეთმა აჩვენა ის თამაში, რაც სინამდვილეში მის ისტორიულ ხასიათშია. უნდა გვესმოდოს, რომ რუსეთი ისტორიულად იმპერიალისტია, რუსეთის სახელმწიფო საკუთარ თავს იმპერიად განიხილავდა, განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა. რუსულ-ქართული ომის შემდეგ, რომელიც 2008 წლის 8-12 აგვისტოს სამხრეთ ოსეთის გამო მოხდა, 2 წელი გავიდა და სიტუაცია თბილისის თვალთახედვიდან ბევრად უკეთ გამოიყურება, ვიდრე ვინმე გაბედავდა ამის წარმოქმნას, ან ვიდრე ამას ზოგიერთი რუსი პოლიტიკოსი ისურვებდა. ამას კი სამმაგი მიზეზი აქვს. გლობალურ ფინანსურ კრიზისამდე საქართველომ ძირითადად შეერთებული შტატებისგან გულუხილ ფინანსური დახმარება მიიღო, რუსეთის მიერ რეჟიმის შეცვლის ხიად გაცხადებულმა სურვილმა საპირისპირო შედეგი იქონია და ყველას მიერ აღიარებული ის, რომ სივრცეები, რომელთაც ოფიციალურად ოკუპირებული ტერიტორიები ეწოდება, ანუ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი, თვალსაჩინო მომავლისთვის შეუქცევადადაა დაკარგული. წერს რონალდ რეიფელდი გავლენიან გამოცემა Open Democracy. მიხეილ სააკაშვილს თავად არ დაუკარგავს ნაჩქარევი და იმპულსური ქმედებების ნიჭი, რომელთაც გამანადგურებელი შედეგები მოაქვს. როგორც ჩანს, 2010 წლის მარტში მისი სანქციით ეთერში გადაიცა ფსევდოდოკუმენტური ფილმი, რომელშიც აცხადებდნენ, რომ დაიწყო რუსეთის ახალი და ბევრად უფრო გამანადგურებელი ინტერვენცია. ამას პანიკა მოყვა თბილისი იმის გამო, რომ ხალხმა გაქცევასცა და საგზაო საცობებმა და ავარიებმა მოიცვა. ზოგიერთებმა ვინც გაქცევა ვერ შეძლო, გული შეტევა გადაიტანა. საქართველოს პრეზიდენტის თამდევი ერთი ძველი აჩრდილი არაფრით არ იფანტება. პრემიერ-მინისტრი ზურაბ ჟვანიასა და მისი მეგობრის რაულ უსუპოვის ქვემო ქართლის რეგიონის გუბერნატორის მოადგილის სიკვდილი 2005 წლის 3 თებერვალს. იტყობინებოდნენ, რომ ტრაგიკული შემთხვევა გაუმართავი ირანული გაზის ღუმელის ბრალი იყო, თუმცა ოფიციალური ვერსია ცოტა მირწმუნა. ბარაკ ობამასა და ჰილარი კლინტონის მიერ რუსულ-ამერიკული ურთიერთობების გადატვირთვამ შესაძლოა ქართველ პოლიტიკოსებს უბიძგოს და მათ თავისი წამყვანი პარტნიორების კრემლთან სიახლოვეს უფრო ტოლერანტულად შეხედონ. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინიგი სკოლის დირექტორის სტანდარტის პრეზენტაციას დაესწრო. განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ნორმატიული დოკუმენტი, რომელზეც მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ექსპერტები მუშაობდნენ, სკოლის დირექტორის თეორიული ცოდნისა და პრაქტიკული უნარჩვევების სტანდარტს ადგენს. სკოლის დირექტორის სტანდარტზე მომუშავე ჯგუფებში მონაწილეობდნენ საჯარო და კერძო სკოლების დირექტორები და მასწავლებლები. დამოუკიდებელი ექსპერტები, იურისტები, ფსიქოლოგები, ასევე რესურს ცენტრებისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენლები. სპეციალურ კონსულტანტებად მოწვეული იყვნენ ჰარვარდისა და ვანდერბილტის უნივერსიტეტის პროფესორები, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი სკოლის დირექტორებისთვის დამხმარე პროფესიული სახელმძღვანელო შემუშავებასაც გეგმავს. პირველად საქართველოში იქნება საჯარო სკოლის დირექტორის სტანდარტი. რაც გულისხმობს იმას, რომ 1 წლის განმავლობაში ყველა დირექტორი, რომელიც მუშაობს საჯარო სკოლებში, იქნება მაღალი კვალიფიკაციის, ის გააღმავებს თავის ცოდნას, ის აამაღლებს თავის კვალიფიკაციას. ეს კეთდება პირველად, არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან სკოლის წარმატება პირდაპირ არის დამოკიდებული დირექტორის კვალიფიკაციაზე. იქნება 3 დონის დირექტორების კვალიფიკაცია. ჩვენ სახელმწიფო გააკეთებს ყველაფერს იმისათვის, რომ დავეხმაროთ დირექტორებს, მოვემზადოთ ამ კვალიფიკაციის ასამაღლებლად. ეს არის დირექტორის სტანდარტი, ასეთ სტანდარტი არ არსებობდა აქამდე საქართველოში. დირექტორის სტანდარტი არსებობს ყველგან, ყველა ცივილიზებულ ქვეყანაში და ჩვენთანაც შემუშავდა ასეთ სტანდარტი. ეს მნიშვნელოვანი დოკუმენტია, რომელიც აუცილებლად ხელშეუწყობს ზოგადი განათლების ხარისხის გაუმჯობესებას.
მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემ ხაზ ქართლი 2-ზე ავარია აღმოფხვრილია. საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის წარმომადგენელთა თქმით 500 კილოვოლტიან ელექტროგადამცემ ხაზზე ავარია ხაზის გაწყვეტამ გამოიწვია. დაზიანების ადგილი ამ დროისთვის აღდგენილია. სახელმწიფო ელექტროსისტემის ცნობით დედაქალაქის ყველა უბანს ელექტრომომარაგება აღუდგა. ელექტროენერგიის მასშტაბური გათიშვა დაახლოებით 18 საათზე გუშინ განხორციელდა. ქართლი 2-ის 500 კილოვოლტიან გადამცემზე მომხდარმა ავარიამ განაპირობა. გუშინ დაახლოებით 18 საათისთვის ავარიულად გამოირთო 500 კილოვოლტიანი ხაზი ქართლი 2. როგორც შემდეგ გაირკვა ხაზის მესაკუთრისგან ავარიული შემოვლის დათვალიერების შემდეგ ჭიათურის რაიონში დაზიანებული იყო ხაზი. რა თქმა უნდა, ამ ხაზის გამორთვის შემდეგ მოხდა სისტემის ორად გაყოფა და მთლიანად მომხმარებელს შეუწყდა ელექტროენერგია. ჩვეულებრივ გადარებული ღონისძიებების შემდეგ დაახლოებით 1 საათში ყველა საცხოვრებლო ობიექტს მიეწოდა ელექტროენერგია, ხოლო შემდეგი საათნახევრის განმავლობაში თანმიმდევრულად იქნა ყველა მომხმარებელზე ელექტროენერგია მიწოდებული. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში აუდიტი მუშაობას დღეს დაასრულებს. უნივერსიტეტის საქმიანობის შესწავლა განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინის ბრძანების საფუძველზე ხორციელდება და 2009 წლის იანვრიდან პერიოდს ეხება. უნივერსიტეტის ადმინისტრაციის უფროსის რომან ხარბედიას ინფორმაციით, განათლების სამინისტროს წარმომადგენლები ითხოვენ ძირითადად აკადემიური საბჭოს წარმომადგენლობითი გადაწყვეტილებებს, ასევე შესყიდვებთან დაკავშირებით დოკუმენტაციას. მისივე განცხადებით ბიბლიოთეკიდან წიგნების დაკარგვის შესახებ გამოძიებას თავად შეატყობინეს. 2008-2009 წლებში, როდესაც ბიბლიოთეკა გატეხილი დახვდათ, გაარკვიეს, რომ რამდენიმე დასახელების გამოცემა აღწერილი წიგნებიდან დაკარგული იყო. შემდეგი აღწერისას კი გამოიკვეთა, რომ დანაკლისი იზრდებოდა და საბოლოოდ დაკარგული 39 დასახელების წიგნი აღმოჩნდა. ბიბლიოთეკის ინვენტარიზაცია და აღწერა ახლაც გრძელდება. წიგნების დაკარგვის ფაქტზე რამდენიმე პირია დაკავებული, ხოლო ბიბლიოთეკის გამგეს უფლებამოსილება შეუჩერდა. მართლმადიდებელი მრევლის აქცია ბათუმის ახალ ბულვარში მდებარე ბამბარუმთან დასრულდა. მრევლის სამღვდელოებასთან ერთად, რომელიც მეორე დღეა ბათუმში ჰომოსექსუალებს ეძებს, დაიშალა. ბამბარუმის დირექტორს კი იმის გაგება უნდა, რატომ შეარჩიეს აქციის მონაწილეებმა მაინც და მაინც ეს კლუბი და არა სხვა. ინფორმაცია, რომ ბათუმის ახალ ბულვარში გეი აღლუმი მიმდინარეობს, მობილური ქსელის საშუალებით ბათუმში საღამოს 9 საათისთვის გავრცელდა. ბათუმის ახალი ბულვარის გასწვრივ საავტომობილო გზაა, რომელიც სამართალდამცავებს ამ დროისთვის გადაკეტილი ჰქონდათ. ნეტგაზეთის ცნობით, ზოგიერთმა სამართალდამცავებმა ნეტგაზეთს განუცხადა, რომ ჰომოსექსუალების აღლუმი მიმდინარეობდა. კლუბ ბამბარუმთან მართლმადიდებელი მრევლი და სამღვდელოება იყო შეკრებილი. აღლუმი არ გამართულა. სასულიერო პირებმა ჰომოსექსუალები ვერც კლუბში იპოვნეს, სადაც საგანგებოდ შევიდნენ და დაათვალიერეს. აქცია ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის მისვლის და დისკუსიის შემდეგ დასრულდა. თუ ვინმეს გონია, რომ იმ შენობაში, სადაც ქალაქის საკრებულო და მერია მუშაობს, შენობაში არიან ადამიანები, რომლებიც სხვა ქვეყნიდან არიან ჩამოსულები, რაღაცა სხვანაირად ფიქრობენ. მართლმადიდებელი ეკლესიის ამსარებელი ადამიანები მუშაობენ იმ შენობაში და თუ ვინმეს გონია, რომ იმეს მოსწონს სიცოცხლის ქალაქში უნდა იმ შენობაში მომუშავე, ძალიან ვწდები. ამაო, სრული პასუხისმგებლობით. ამავების წინაშე. ბათუმ ყველას თუ ალბათ ვიცახარ რა. ამის თელი ბათუმის წინაშე ალბათ არანაირი ტიპის განცხადებაც არ შემოსულა. ჩვენ ვართ მართლმადიდებელი. თავარი ჩვენმა მშვიდობიანმა ეკლესიიდან წამოსულმა პროტესტმა გამოიღო ის შედეგი, რომ ეს აღარ მოხდება. ეს იყო დაგეგმილი თუ არ იყო დაგეგმილი, ჩვენ ამის გამოძიება ეს ღმერთმაისს. ფაქტი ერთია, რომ ეს არ მოხდება და ჩვენ შედად დაგვეძინებთ. ეს ამ თავარ. სხვა დანარჩენი ჩვენ მიზანი არ გქონია და არც გვაქვს. დღეს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის საკპატენტის გენერალურმა დირექტორმა ირაკლი ღვალაძემ საზეიმო ვითარებაში საპატენტო სიგელები და სასაქონლო ნიშნის მოწმობები გამომგონებლებსა და პატენტ მფლობელებს გადასცა. ასევე მოხდა განხორციელდა ნაწარმოები დეპონორების დამადასტურებელი მოწმობების გადაცემაც. დღეს ჩვენ ტრადიციად იქცა უკვე გადავცემთ სასაქონლო ნიშნის მოწმობებს, ასევე პატენტებს, რამოდენიმე საავტორო უფლებაზე გადაეცემა დეპონირების მოწმობა, დაახლოებით სურალი 20-მდე წარმომადგენელი, სასაქონლო ნიშნები გაიარეს პროცედურა, რაც დადგენილია კანონის მიხედვით, ზოგი 9 თვიანი პროცედურაა და შესაბამისად ეს არის საბოლოო მომენტი, როდესაც გადაეცემათ ეს დოკუმენტები. გადმოგეცემა სასაქონლო ნიშანი, რომელიც დავარეგისტრირეთ, ვაპირებთ ახალი ბრენდის გამოშვებას და უნდა გამოვიყენოთ ამ სასაქონლო ნიშნით მინდა რომ გამოვუშვოთ ეს ახალი ბრენდი.
დიდი ღომში მეოთხე მაგისტრალურ წყალსადენზე მომხდარი დაზიანების ლიკვიდაციის მიზნით დღეს 11-დან 24 საათამდე წყლის მიწოდება შეუწყდა ვერესა და მთაწმინდის მაღალ წერტილებს. თაბუკაშვილის ქუჩას მიმდებარე ქუჩებით, შავთელის აკოფიანის, ლესელიძის, სიონის, ორბელიანის, ვერცხლისა და მათ მიმდებარე ქუჩებს. კომპანია Georgian Water and Power-ის წარმომადგენელთა ცნობით დროის ამ მონაკვეთში წყლის მიწოდება შემომცირდებათ. ვაჟა-ფშაველას კვარტლებს, ნუცუბიძის მიკრორაიონებს, გდანის მასივის მე-3, მე-5, მე-6, მე-7 და მე-8 მიკრორაიონებს, თემკის მე-3 მიკრორაიონს. დაზიანების სალიკვიდაციო სამუშაოებს Georgian Water and Power-ის საავარიო ბრიგადები დილიდან შეუდგნენ.